სამართლებრივ ურთიერთობაში ხშირია შემთხვევები, როდესაც შრომით ხელშეკრულების ნაცვლად დასაქმებულებთან იდება მომსახურების ხელშეკრულებები, რითაც თავის მხრივ იზღუდება დასაქმებულთათვის კანონით გათვალისწინებული მთელი რიგი სოციალური და სამართლებრივი გარანტიები. Როგორც მომსახურების, ისე შრომითი ხელშეკრულების უმთავრესი მსგავსება გახლავთ სამუშაო შესრულება, იგივე მომსახურების გამწევა. გვახსოვდეს, რომ მომსახურების ხელშეკრულება არ რეგულირდება შრომის ორგანული კანონით, მისთვის არ არის დამახასიათებელი შრომის ორგანიზაციული მოწესრიგება და დამსაქმებლის მონიტორინგი სამუშაოს შესრულების პროცესზე. მომსახურების გამწევის შესაძლებელია იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. თუმცა, ასეთ დროს მომსახურების საბოლოო მიზანი გახლავთ კონკრეტული შედეგის მიღება. ამის საპირისპიროდ შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამ ნორმიდან გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობის ის გენერალური პრინციპები, რაც ამ სამართლებრივ ურთიერთობას განასხვავებს ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებულ ურთიერთობებიდან. პირველი ნიშანი ეს არის ურთიერთობის სუბიექტები, დამსაქმებელი და დასაქმებული. ამასთან დასაქმებული ყოველთვის ფიზიკური პირია. მეორე და ძირითადი მახასიათებელი ნიშანია სუბორდინაციის პრინციპი. შრომით ურთიერთობაში დამსაქმებელი ეწევა დაქვემდებარებულ საქმიანობას, ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით. დამსაქმებელი როგორც სამუშაოს მიმცემი თავად განსაზღვრავს არა მხოლოდ იმას, თუ რა სახის სამუშაო უნდა შესრულდეს, არამედ იმას, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეს სამუშაო, ქმნის შინაარსს, აკონტროლებს სამუშაოს შესრულებას, მის პროცესს და ადასტურებს საბოლოო შედეგს. და ბოლო ნიშანი ეს არის ზედამხედველობისა და კონტროლის უფლება, რომლის ფარგლებშიც დამსაქმებას მინიჭებული აქვს დისციპლინარული წესების დადგენის და მისი გამოყენების შესაძლებლობა.